მარტივი შავი სადო დიზაინი, სახასიათო წითელი კურსორი, შევდარებელი სიმძლავრე და გამძლეობა. ThinkPad. ThinkPad არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლეპტოპი. მას იკეთება მიმები, მას ყავს ფანჯგუფი. არსებობს ფორუმები ThinkPad-ზე, არსებობენ ThinkPad-ის კოლექციონერები. შეიძლება რამდენიმე უკვე შეგხვედრიათ YouTube-ზე. როგორც ახსენე, არის ულტრა გამძლე ლეპტოპი. არ არსებობს ისეთი სიტუაცია, რომელსაც ThinkPad-ი ვერ გაუძლებს. ThinkPad-ის ისტორია უკავშირდება ამერიკულ კომპანია IBM-ს, რომელიც 1970-იან წლებიდან უკვე უშვებდა პორტატულ კომპიუტერებს. თუმცა პირველი 20 წლის განმავლობაში მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას ამ დარგში, რადგან ძირითადი ყურადღება ექცეოდა მათი პერსონალური კომპიუტერების შტოს. მაგრამ ეს მიდგომა შეიცვალა 1992 წლიდან, როდესაც კომპანიამ გამოუშვა ThinkPad 700, პირველი ThinkPad. ამასთანავე IBM-მა გამოუშვა შედარებით ბიუჯეტური მოდელი ThinkPad 300. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ძველი ლეპტოპები იყვნენ ძალიან გამძლე და ადვილად შესამჩნევი იყო მათი კარგი აწყობის ხარისხი. ამ ორი პირველი მოდელის მონიტორი იყო შავ-თეთრი, მონოქრომული, რადგან იმ პერიოდში არ იყო განვითარებული ფერადი ეკრანის ტექნოლოგია. IBM-ი აქტიურად ცდილობდა ჩაენერგა ახლად გამოსული ტექნოლოგიები თავის ლეპტოპებში. მაგალითად, CD-ROM-ის წამკითხველი, ასევე Wi-Fi ანტენები. ThinkPad-ის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოდელია 701C, რომელსაც შეერქვა პეპელა, რადგანაც მისი კლავიატურა იყო მოთავსებული 10.4 ინჩიანი ეკრანის ქვეშ და ეს კლავიატურა ლეპტოპის გახსნისას გვერდებზე იშლებოდა, რადგან ეს იყო full size კლავიატურა. 2005 წელს IBM-ის პერსონალური კომპიუტერების განყოფილება შეისყიდა ჩინურმა კომპანია Lenovo $1.75 მილიარდ. შეთანხმების მიხედვით Lenovo-მ შეინარჩუნა IBM-ის ლოგო ThinkPad-ებზე 3 წლის განმავლობაში. IBM-დან Lenovo-ში გადავიდა ბევრი ინჟინერი და დიზაინერი და მათ უკვე ამ კომპანიაში გააგრძელეს მოღვაწეობა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ThinkPad-ების დიზაინი დღემდე უცვლელი ფორმით მოდის, გარდა მცირედი ცვლილებებისა. მაშინ, როდესაც სხვა კომპანიების ლეპტოპები მუდმივად იცვლიან დიზაინს. და თუ შენ მოგწონს შენი ძველი ლეპტოპის დიზაინი და გინდა შეიძინო ახალი ლეპტოპი, შეიძლება რამოდენიმე წელში ვეღარ შეძლო იგივენაირი ლეპტოპის შეძენა, როცა დრო მიდგება შენი კომპიუტერის გაუმჯობესებაზე. ThinkPad-ში შენარჩუნდა მისი წითელი მაუსის კურსორი, რომელიც შეიძლება დღესდღეობით სრულად უსარგებლო იყოს თანამედროვე ტრაკპადებთან. ასევე არ შეცვლილა მისი შავი გარე მხარე. ზუსტად ეს დეტალებია, რაც ქმნის ThinkPad-ს. ThinkPad-ები ყოველთვის ითვლებოდა ბიზნეს კლასის ლეპტოპებად. ThinkPad-ის ბრენდი არასდროს იყო განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის. იგი მხოლოდ განკუთვნილი იყო კოლეჯებისა და ბიზნესებისთვის. თუმცა ყველა ბიზნესში და კოლეჯებში აქტიურად ხდება ძველი ტექნოლოგიების განახლება. შემდეგ მოძველებული კომპიუტერები, ლეპტოპები და სხვადასხვა მოწყობილობები ხდება ან გადამამუშავებელ ქარხნებში, ან გადამყიდველების ხელში. ThinkPad-ებიც გამოჩნდა ონლაინ მარკეტებზე, რამაც დააინტერესა ტექნოლოგიებით მოხიბლული ხალხი, რადგანაც ეს ლეპტოპები ღირდა ძალიან იაფი და ახლაც რომ შეხვიდეთ ისეთივე საიტებზე, როგორც არის eBay, ან თუნდაც ლოკალურად საქართველოში შეხვიდეთ MyMarket-ზე, ნახავთ, რომ ძველი მოდელები არ ღირს ძალიან ძვირი და ეს განაპირობებს მის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ამ ვიდეოში შევეხეთ უკვე ThinkPad-ის გამძლეობას. ThinkPad-ის გამძლეობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისინი NASA-მ გააგზავნა რამოდენიმე კოსმოსურ მისიაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო ჰაბლის ტელესკოპის შეკეთება, სადაც გამოყენებული იყო ThinkPad T750S, რათა ენახათ ჰაბლის ტელესკოპიდან მიღებული გამოსახულებები. ThinkPad-ს დღესდღეობით ყავს 10,000-ობით ფანი. მათ შორის არის ბევრი ენთუზიასტი. 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ThinkPad-მა შეძლო შეექმნა ისეთი იკონური ლეპტოპი, რომელიც ბევრი ადამიანის გულს მოიგებდა თავისი გამძლეობითა და სიმძლავრით. მე დაახლოებით 2 წელია, რაც მაქვს ThinkPad-ი და შარშან კიდევ შევიძინე ერთი მოდელი
და შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად გაგაცნობთ ამ ორ ლეპტოპს.